ჯერა რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს. კრემლმა დახარჯა უამრავი ფული ამ არჩევნებზე. შედეგმა კი აჩვენა, რომ ისინი დამარცხდნენ. ეს კი მოხდა სახელმწიფო სამსახურების, მედიის, პრესის, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ჩვენს არჩევნებში რუსულ ჩარევაზე სწორედ ეს იყო საზოგადოების პასუხი. ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, თუ როგორ გზავნიდა რუსეთი მოლდოვაში ფულს. ასევე სხვადასხვა რეგიონში ხმების მოსყიდვის მსვლელობების შესახებ მტკიცებულებებით. ჩვენ რეალურად ვიბრძოდით სუფთა არჩევნებისთვის. სამწუხაროდ მოლდოვამ გადაწყვიტა ევროკავშირის წევრობა მაშინ, როდესაც რუსეთი განსაკუთრებით აგრესიული. სხვა ქვეყნებს მეტად გაუმართლათ. მათი გაწევრების პროცესში რუსეთის ასეთი ჩართულობა არ არსებობდა. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი არ შეიცვლის აზრს ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვსურს ეს ქვეყანა თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს. იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდია რუსეთის ეწოლა ჩვენზე. ჩვენ გვექნება მშვიდობა, ხოლო ევროკავშირი ნამდვილად არის მშვიდობის პროექტი. მოლდოვა, ქეთს ვიხრი შენს წინაშე. შენ იბრძოდი ერთი შეხედვით დაუმარცხებელი მტრების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციამ ამ საქმეში ჩადო ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. უამრავი ფული, ტყუილი, არალეგალური ქმედებები. გამოიყენეს კრიმინალები, რათა მთელი ქვეყანა დანაშაულის ადგილად გადაექციათ. ჩვენ კი ყველაზე წმინდა რამით ვიბრძოდით, ხალხით. ღირსეული ადამიანებით, რომლებსაც უდიდესი სიყვარული აკავშირებთ საკუთარ ქვეყანასთან. ჩვენ ვისწავლეთ დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რუსეთის მსგავსი აგრესორების დამარცხებაც კი შესაძლებელია. როდესაც ქვეყანა და მისი ხალხი იცავს სამშობლოს, ყველა იგებს. ჩვენ პარტიას აქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ეს პროევროპული უმრავლესობაა, რადგან თქვენ მოგვეცით შანსი, მეორე შანსი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.